მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასება, მოდით ვნახოთ ამ ადამიანის ბოლო ფიქრი თქვენზე, ხო? ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი, ჩემო ძვირფასება, მანამდე მე მოვიფიქრებ, რომელი დასტით მისი ბოლო ფიქრი თქვენზე. ნახოთ. პირადი კონსულტაცია კაროს სრული კურსი შესწავლაც მენდები მესამე პირის დაბლოკვა ჩემო ძვირფასება მწერთ პირადში თქვენს ტელეფონის ნომერს და მე თვითონ გამატებთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე, რა ვიცი, რომელიც გაგკნებავთ Telegram-ზე, მანამდე ავანთოთ. ხო? ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასება ყველას. თითოეული ლაიქისთვის, ისევე თქვენზე რეზონირებადია ჩემო კარგებო და რა თქმა უნდა, რომ ერთი ლაიქი არავის არაფერს არ უწყობს, ხო? კომენტარები დაბლოკილი მაქვს, მაგითი არ შეგაწუხებთ და არ შეწუხდებით, ასე რომ ერთი ლაიქი არ წყობს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ემიგრანტებს, უღრმესი მადლობა ჩემს ემიგრანტებს, ჩემო ძვირფასებო, ნდობისთვის, აი ამ სითბოსთვის, სიყვარულისთვის და მეც მაქსიმალურად რაც შემიძლია მათთვის არ დავიხევ უკან, როგორც შემეძლება ყველანაირად გვერდში ვდგავარ და ვეხმარები. და მოდით ვნახოთ ჩემო ძვირფასებო, ვინ არის ეს ადამიანი, ანუ ხო, სიგნიფიკაცია თან ამოვაბრუნებ, ანუ და სიტუაციურადაც ვნახავ რა ხდება. მისი ბოლო ფიქრი თქვენზე, ამას ჯერ არ ამოვაბრუნებ და თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ აი ამ შემთხვევაში ვნახოთ. ასევე კაროს რჩევასაც აქვე დავდებთ. და ჩემო ძვირფასებო, მამაკაცები, ვინც მიყურებთ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა, არ გეწყინოთ ხოლმე, რომ ხშირად არ გახსენებთ. ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის თქვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამაკაცია უკვე ჩემთან წმენდებზეც, პირად კონსულტაციებზეც, მაქსიმალურად რაც ცნობნები მიჯერებენ, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო საყვარლებო და ძვირფასებო. აქ სანთელი ანთია, არ გიგონოთ რომ არ ანთია, უბრალოდ ის არის არ ჩანს ვიდეოში, ასე ვთქვათ. და სიტუაცია, მოდით ვნახოთ, სიგნიფიკაცია, როგორც ჩანს, ქალბატონები ძალიან გაბრაზებულები ეხლა ამ ეტაპზე. კი ბატონო, არ გამორიცხავ მამაკაცების სიბრაზესაც, იმიტომ რომ აქ აი როგორც კი ბატონო ხმალმოგერებული სიტუაცია, აქ შეიძლება ასაკობრივი სხვაობაც იყო, როგორც ხედავთ, ან ქალი იყო პატარა, ან მამაკაცია პატარა, როგორც ჩანს, მაგრამ იმდენად სიტუაცია გამოვიდა მდგომარეობიდან, ანუ სიტუაციის სიგნიფიკაციაზე ვსაუბრობ, ხო? დაახლოებით რომ მიხვდეთ, ეხლა ვის გეხებათ ეს ვიდეო, რომ აი ქალბატონებს ჩაერთოთ სწორედ ესეთი, მიუხედავად იმისა, რომ პენტაკლებში იყო ქალბატონი 9-ის პენტაკლებში იდეალურად გრძნობდა თავს, არაფრით არ წუხდებოდა, არავის არ აწუხებდა, მშვენივრად იყო, ფინანსურადაც თვითკმარი იყო, სულ არ უფიქრია, რაღაც მომენტში შეიძლება რომ ვიღაცა კონკრეტულად ან შეეყვარებინა ან რაღაც, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქალბატონისთვის თავი მოეწონებინა, შეეყვარებინა თავი, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია გადავიდა აბსოლუტურად გულის გადაკეტვაზე და გადავიდა გონებრივ ჩართვაზე. ვნახოთ მისი ბოლო ფიქრი თქვენზე. ჩემო ძვირფასებო, ხო, აი როგორც გითხარით, ძალიან გაბრაზებული მდგომარეობა, ძალიან გაბრაზებული სიტუაცია. აქ როგორც ჩანს, ეს აი ამ ჩხუბის და აი აყალმაყალის მერე კი ბატონო კონტაქტი ახლა როგორც ხედავ ჯერჯერობით არ არის აქ. იმიტომ რომ ორივე რო გაბრაზებულები ვართ, არც ერთი არ დგავთ ნაბიჯს, მე მისმის, მაგრამ აქ როგორც ვატყობ, სიტუაციას ახალი შანსი მიეცემა, სიტუაციას კიდე ერთი შანსი მიეცემა. მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, მე ამას ვიკითხავ, გიღირთ თუ არა ამ სიტუაციის გაგრძელება და კიდე ერთი შანსი რომ მივცეთ, მე ახლა ამ კითხვას დავსვავ, სანამ გადავალ სხვა კითხვაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი კი ორიანის პენტაკლებში გამოუვალ მდგომარეობაში აიწონა საქანელას პოზიციაში და 50-50 რო ვერ გადაგიწყვეტიათ რა გინდათ, მე მესმის, მაგრამ მისი ბოლო ფიქრი თქვენზე რაც მინდა გითხრათ, ეს არის რომ აი ნახეთ, ეზეიმებოდით. ძალიან მოწონდა თქვენთან, საკმაოდ კარგად გრძნობდა თქვენთან თავს, უბრალოდ აი ამ გაუგებრობამ, აი ამ სიტუაციების არევან გამოიწვია ის, რომ ქალბატონი ჩააგდო ხმლებში, გონება ჩაურთო, გული გაუთიშა და შესაბამისად უკვე ეხლა მამაკაცს უჭირს გზის პოვნა, რომ მივიდეს აი ამ გზაზე, ხო? და რეალურად ეს გზა ნახოს, ასე ვთქვათ, სწორად და ზუსტად და როგორც ხედავ აქ სიტუაცია, ეჭვიც არ მეპარებოდა, ხო თავიდან ვიგითხარით, რომ ჭუბრები ხართ, მაგრამ ყველაზე მთავარი განდეგილში ბრძანდებით, ჩემო კარგებო, ორივე ისიც ცალკე გაბუტული, თქვენც ცალკე გაბუტული, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან დიდ ძალას აძლევდით ერთმანეთს.
ორივე ჩემოსაყვარლებო იმხელად ძალასაძლევდით ერთმანეთს იშვიათია აი ესეთი ძალის მიცემა ადამიანისთვის. ამიტომ რა თქმა უნდა რომ მე მესმის თქვენი რა თქმა უნდა რომ აი როგორ აგიხსნათ აქ არ არის სექსუალურ კონტექსტში არ გულისხმობ მხოლოდ აქ საერთოდ შინაგან ქიმიაზე გულისხმობ შინაგან იმპულსზე გულისხმობ რაღაცა საოცარი ენერგიები გაქვთ ერთმანეთს საოცარ ენერგიებს აწვდით და ერთმანეთის გარეშე აბსოლუტურად ნულდებით აბსოლუტურად სარიელები ხართ მიხვდით და სწორედ ამიტომ არის მე ვფიქრობ ხარ რომ ორივე განდეგილში გადახვედით ნახოთ მოდით სანამ მერჩევას ამოვიღებ საგან როგორ თქვი გიღირთ თუ არა რომ ეს ერთი შანსი მისცეთ იმიტომ რომ მამაკაცი თქვენს მიმართ ძალიან დადებითად არის უბრალოდ აი რაღაცა კამათმა გამოიწია შეიძლება იეჭვიან რაღაცაზე უაზროდ მერე თქვენც იჭხუბეთ და მოკლედ თავდაყირად დადგა ყველაფერი ნახოთ აბა გიღირთ თუ არა მე სანამ რჩევას ამოვიღებ აქაც ორიანი ჩემოკარგებო ესე იგი ეხლა დეტყვით ილუზიები დატოვეთ ილუზიებიდან გამოდით და ყველაზე მთავარი შიშები მოიხსენით ნუ გეშინიათ აი რასაც ფიქრობთ ინტუიციურად აი რაც არის ეხლა ამ წუთას თქვენს გონებაში შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯი არინანებთ მიხვდით არავითარ შემთხვევაში არინანებთ რატომ გეშინიათ აი შეხედეთ ეხლა ნახეთ გიღირთ რა თქმა უნდა რომ გიღირთ ნახეთ ერთ-ერთი რომელიღაცა იწყებთ თავიდან ურთიერთობას და ძალიან სწორია კიდე ერთი შანსის მიცემას ანუ ნახეთ რის თქმა მინდა რაღაც მომენტში გეგონება ვინმე ჩინმენდლები ვარდება და რა ვიცი მე რაღაცა დაგაკლდებათ იმით რომ რომელიღაცა ნაბიჯი გადადგათ ან არ მცირდებით კი ბატონო ხა ეს არის საჯარო და ყველაზე არ რეზონირდება მე სიტუაცია არ ვიცი ხო რო გითხრათ ეხა სიტუაცია რო ვიცი კი ბატონო ზოგს ვეუბნები რომ თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი ზოგისთვის მითქვი არ გაბედო არ მიწერო ამიტომ ძნელია ეს საჯაროზე მაგრამ დაახლოებით რაც მინდა გითხრათ არ არის სირცხული არ ტეხავს ჩემო ძვირფასებო თუ რაღაცა გასარკვევია და უნდა გაარკვიოთ მე ყველაზე მთავარი ნუ ამთავრებთ ამ მესიჯებით ჯობია რომ ადამიანი ნახოთ და პირდაპირ უთხრათ ამიტომ მე არ გამოვრიცხავ აქ სულელის არკანით ურთიერთობის დაწყება გიღირთ ცუდი არ არის მიხვდით თუ რაღაცა ერთ ჩანს მიცემთ იმიტომ რომ აქ გეუბნება რომ კი ილუზიები დატოვე შიშები დატოვე და მიეცი ერთ შანსი ამ ადამიანს რაღაცა თავიდან დაიწყეთ კი ბატონო და ყველაზე მთავარი რჩევაში კი ბატონო მესმის რომ ძალიან გაბრაზებული ხართ არ ვიცი აი ჩვეულებრივი ორთაბრძოლა გქონდათ მაგრამ მე გუშინდელ ვიდეოშიც თქვი ხო ჯანსაღი ურთიერთობა არის მოიცავს ჩხუბსაც მოიცავს გაურკვევლობასაც მოიცავს ანუ ნახეთ რაღაცა წინ და უკან გაქცევა გამოქცევა შერიგება გაბრაზება ჩხუბი კიდევ ვიმეორებ ეხა აბა ესე მთელი დღე კარგად შე როგორ ხარ აბა რა შვები აბა შენი დღე როგორ არის მორჩა ანუ რეალურია მიხვდით აი რატო არის ან მამაკაცებს რატო გიცრუდებათ გული ან თუნდაც ქალბატონებს ხო აბა რა გინდათ მე ან ცოლად რომ მოიყვანთ და ან კიდე ოჯახს რო შექმნით მე გამოამჟღავნოს თავისი ნამდვილი სახე და იმითო ახოლმე მე დიდი პრობლემები ამიტომ ანუ მე არ ვიცი ჩემთვის ეს არის მიუღებელი მე რაც ვარ ეს ვარ მე ესეთი ადამიანი ვარ ჩემო ძვირფასებო მე თუ რაღაცა გაურკვეველია პირდაპირ მივდივარ აი სულ ზუსტად მწერდა ერთი ემიგრანტი ქალბატონი რომ აი არიცოდა რომ როგორ მოქცეულიყო მიხვდება ეხა მის მე მოისმის ჩემ ვიდეოს და მიხვდება ვიზეთ საუბრობ პირდაპირ უთხარი რას ქვია ანუ ადამიანმა დაამთავრა 60 წმენდილზე რაღაც და ურთიერთობაში ნახეთ აღარ უნდა საუბარი ბოდიში მაგრამ როდესაც ჩემთან გინდოდა ხო მოდიოდი და გინდოდა საუბარი ხომ ეხვეწებოდი ხო გინდოდა რომ ყოველთვის გენახე და ეს ეხა 60 წმენდილზე რომ ერთი პატარა უბრალო კამათი მოხდა და ამის გამო აიცრვა გული თუ რა მოხდა ამ დროს მანამდე დახოცეს ერთმანეთი და ის საწყენი არისო მიხვდით ხო ხდებით რის თქმა მინდა ყოველ შემთხვევაში ვალდებულია რომ პასუხი გამცეს მამაკაცმა და ქალმაც ეს არ არის საწყენი რომ იტყვიან ხოლმე მე რატო გადამეკიდა კი არა გადაგეკიდე უნდა გავარკვიო თორემ მე დაგიქნევ ხელს და ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ მიხვდი აი ამიტომ ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა რაც მინდა რომ სწორად გაიგოთ ეს არ ტეხავს ურთიერთობის და ანუ აი ამ ჩხუბის და ამ დავიდარების სიტუაციის გარჩევა მე არ გეუბნებით რომ ძველი ბიჭივით დადგეთ და საქმე გაარჩიოთ ხო მაგრამ ნახეთ ტვინი რადგან მუშაობს და ეხა გონებაა ჩართული და გულს ხაზია გადასმული მაგრამ რეალურად ორივეს ერთმანეთთან გინდათ თქვენს და მასაც იმიტომ ხართ ორივე განდეგილში ორივე შეშინებული განერიულებული და არც ერთი არ დგავთ ეხა ჯიბრით ნაბიჯს შეიძლება რომელიღაცა მიწერეთ და იმან მოგწერთ აი ხა მე არ მინდა ლაპარაკი და არცალია კი არა სამსახურში რომ მოგიწიოთ სამსახურთან უნდა მიაკითხოთ სახში რომ მოგიწიოთ სახში უნდა მიაკითხოთ ანუ ეს არ არის საწყენი ეს არ არის ცუდი იმიტომ რომ
როდესაც ურთიერთობა ჯანსაღია, როდესაც ჩვენ კარგად ვართ ერთმანეთში და გავიდა თვეები, გავიდა წლები ბოდიში, მაგრამ აი ესე უბრალოდ აღარ მინდა ვერ დაგამთავრებინებ. რა თქმა უნდა რომ პასუხს მოგთხოვ, განა იმის გამო მოგთხოვ პასუხს, რომ შენ მაინტერესებ. არა ზუსტად ეს უნდა უთხრათ. პასუხს გთხოვ ჩემს გამო. აი იმიტომ რომ მე დავისვენო და მე ამოვისო თქო, მიხვდით? წარმოიდგინეთ ახლა რამხელა ენერგიას ხარჯავ. საჯაროში პირადში ხოლმე ხო არ ვიცი, ზედა ვარ გადაყოლილი ყველაზე, აგერ დამეთანხმებიან, არ ვიცი, მართლა წინ და უკან, რა ვიცი, მე ყოველ დღე ვწერ, მთელი დღე კონტაქტი გვაქვს ხოლმე, ну რა თქმა უნდა, როცა სამსახურში ვარ, ვერ წერ, მაგრამ როგორც კი შემიძლია ხოლმე, მე ხამ სურნელოვანი ჭხირით ცოტა აურას გავწმენთ. ავღელდი, ნახეთ, ანუ რატო ავღელდი, იცით? ანუ არ შემიძლია, აი ხვარიან კი ბატონო, ეხა ზოგი მშვიდად წყნარად, ეხა გუშინდელი ჩემი ვიდეო ძალიან წყნარად იყო ჩაწერილი, მაგრამ არის მომენტები, რომ ბრაზდები, ხო მეც, იმიტომ ბრაზდები, რომ რაღაცას რო გეუბნებით, უნდა გაიგოთ, ჩემო საყვარლებო. თუ არ გაიგეთ, რა აზრი აქვს მხოლოდ მოსმენას, ხო? მე მინდა რომ ქმედებაში გამოხატოთ ეს ყველაფერი, ამიტომ თუ თქვენ თვლით, რომ ამ მამაკაცს პასუხი უნდა მოეთხოვოს, და ესეც 60 მენდილზე და ჰაერზე დაგშორდათ, უნდა მოსთხოვოთ, უნდა მიხვიდეთ, უნდა მიაკითხოთ, სადაც არის, არ მაინტერესებს სათხარით, ყვი, მე უნდა გნახო აუცილებლად. ამიტომ რჩევაში ნახეთ, კი ბატონო, ერთ შანსის, სიტუაცია ერთ შანსის დაიწყება, კი, ნახეთ რას გეუბნებათ ტარო. აუცილებლად ვინჩის ტარომ, ნახეთ რა გითხრათ, კი ბატონო, აქ შეყარებულებს არკანი, აქ ერთი შანსი არის, რაღაცა ერთი შანსი მოეცემა ამ სიტუაციას, მაგრამ განძრევა სჭირდება, ქმედება სჭირდება, მიხვდით? და გინდაც ეს ქმედება დასასრულის იყოს და გინდაც ეს ქმედება აი შეგიძლიათ დასკრინოთ ეს და ესე შეინახოთ დაახლოებით ერთი თვის სიტუაცია, ხო? გინდაც ეს ქმედება მაშინვე დასრულდეს, სამაგეროთ თქვენ იგრძნობთ თავს კარგად და თქვენ იგრძნობთ თავს მშვიდად, ხო გაარკვიეთ, რატო უნდა ეგონოს იმ ადამიანს, შეიძლება თქვათ ეხა თქვენ რომ რა უყო მკიდია ეგონოს რა, რომ თქვა ეგეთი ვარ, რატო უნდა ეგონოს? ანუ ნახეთ, თუ თქვენ ურთიერთობა ისეთი გქონდათ, რომ ერთმანეთს ყველაფერს უხსნიდით, აბა სად მივდივართ, აბა და უცბად აი ესეთ 60 მენელზე ადამიანი გემშვიდობებათ უბრალო რაღაც კამათის გამო, ვითომ მიზე ამ დროს რეალურად მიზეზია, მას უნდა თქვენგან წასვლა და ამიტომ, მაგრამ გავუშვებ, მაგრამ მე როცა მომინდება მაშინ, მიხვდით? აუცილებლად უნდა ნახოთ, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ. კი ბატონო, მე დავუქნიეთ ხელი და გავუშვით, მაგრამ მე არ მგონია, აქ თუ ბოლოს შეხვედრა მოხდება, აქ თუ საუბრები მოხდება, მე ვფიქრობ, რომ აქ ერთი შანსი ურთიერთობას მიეცემა, ტაროც იგივეს გირჩევთ. თუ რაღაცაა და მამაკაცმა ბოდიში მოიხადა, ან მამაკაცებო, ვინც თქვენ მიყურებთ, ქალბატონი მიხვდა რომ დააშავა, ხო, მაშინ ნახეთ რა გააკეთეთ, კი ბატონო, ერთი შანსი შეგვიძლია მივცეთ, მაგრამ ერთმანეთს ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა, ნახეთ თავი რომ მოვუყაროთ საბოლოოდ და შევჯამდეთ. რასაც ფიქრობთ, ის სათქმელი უნდა ითქვას. ამოისუნთქებთ თქვენს და ისიც, მიხვდით, არ შეიძლება ურთიერთობაში გაურკვევლობა არამც და არამც. თქვენ თვითონ რომ დამნაშავე ხართ, კი ბატონო, ანუ უთხარით, რომ იცი რა არის, მე ეს არ მომეწონა, ანუ ეს არ მომწონს შენი, ეს სიტუაციები არ მომწონს და მოდი რა შევცვალოთ, ან ვიღაცა რომ წერს და არ მოგწონს, ხო, ან ზოგადად ვიღაცამ სხვა ადამიანმა, სხვა თაყვანისმცემელმა რაღაცა მაჩუქა და შენ არ მოგწონს. მითხარი და გავიგებ, მიხვდით, ურთიერთგაგება. ესე ხა რაღაცაზე ჩაიგრუზო, დაიგრუზო და მე ვერ გავიგო, შენ რა გეწყინა და უცბად მითხრა, რომ აღარ მინდა ურთიერთობა პაკა და გავა თვეები და მერეთ გახარ და მიხვეწები, რა ვიცი, აბა, ეგ უფრო თავის დამცირება. ამიტომ ჯობია რომ გაირკვეს სიტუაცია, ჯობია რომ გაირკვეს ურთიერთობა და კი ბატონო. მერე დგინა დაემშვიდობეთ, დამშვიდობებას არაფერი არ უნდა ჩამოძვირფასებო, მთავარი არის შენარჩუნება. ამიტომ გეუბნებით, პირდაპირ გეუბნებით, მისი ბოლო ფიქრი, აქ სიტუაცია იმსახურებს ერთ ჩანს. გუშინდელ ვიდეოშიც იყო, მე მგონი მახსოვს, რომ თქვი რომ ერთ ჩანს იმსახურებს ურთიერთობა. ამიტომ თუ რაღაცას მიხვდებით, ილაპარაკეთ, ნახეთ, გულახდილად ისაუბრეთ ორივე. და პირიქით მადლობა უნდა გადაუხადონ მამაკაცებმა ქალბატონებს, რომ პირდაპირ ეუბნება ქალი რას ფიქრობს და რას არა და არა ესე ჩუმჩუმელაქცევებით ბოდიში, მაგრამ ესეა ჩუმჩუმელაქცევებით ვითომ ბევრს აღწევენ ქალები, მაგრამ რეალურად ბოლოს ოჯახის ნგრევით მთავრდება. ამიტომ თავიდანვე ჯობია იყოს გარკვეული ურთიერთობა. აი ამის თქმა შემიძლია გითხრათ, ყოველ შემთხვევაში ერთი შანსი აუცილებლად კიდე ეძლევა ამ ურთიერთობას და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მისცემს შანსს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა, შემოძვირფასებო, ეხლა დაგემშვიდობებით და პირად კონსულტაციაზე წერთ პირადში და მე თვითონ WhatsApp-ზე გამატებთ. შეგიძლიათ პირდაპირ ნომერი დამიტოვოთ და გადმომისამართდები, გადმოპორტირდები და პირდაპირ ნომერზე მოგწერთ WhatsApp-ზე.
ეხლა დაგემშვიდობებით ძვირფასებო დროებით.